მოგესალმებით მეგობრებო. არ გამოგეპაროთ სეზონი და მოდით ერთად მოვამზადოთ ბატკნის ჩაქაფული. 2 კილო ბატკნის ხორცისთვის დაგჭირდებათ 2 კონა მწვანე ხახვი, ტარხუნა, ქინძი, ოხრახუში, რომელიც კარგად უნდა გავრეცხოთ და დავჭრათ საშუალო ზომებად. დაჭრილი მწვანილები გადავიტანოთ დიდ თასში და კარგად ამოურიოთ, რათა გადავანაწილოთ თანაბრად შემდეგ ხორცის ფენებში. დაგჭირდება ასევე 2 თავი ნედლი ნიორი, 2 მწარე წიწაკა, რომელიც უნდა გავარჩიოთ და დავჭრათ. 2 კილო ბატკნის ხორცი გავრეცხოთ კარგად. დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ქვაბში პირველი ფენა მოვათავსოთ მწვანილები. შემდეგ ხორცის ფენა. მოვაყაროთ მწვანე ტყემალი, წიწაკა და ნიორი. ისევ მწვანილები, ისევ ხორცი. და ბოლოს დავამთავროთ ისევ ტყემალი, წიწაკა, ნიორი და მწვანილები. დავასხათ 400 გრამი მშრალი თეთრი ღვინო. დავახუროთ თავზე და დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე. მოსახარშად დაჭირდება დაახლოებით 40-50 წუთი. გემოვნებით მოვაყაროთ მარილი და დაღერღილი წიწაკა. უგემრიელესი ჩაქაფული მზად არის. ძალიან მარტივია. არ დაიზაროთ და მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით. ასევე არ დაიზაროთ ჩემი არხის გამოწერა, დამიკომენტარეთ და მოიწონეთ. მადლობა ყურადღებისთვის.